ზეგავლენას ახდენენ შენობები და ზოგადად შენობების იერსახე ადამიანის ფსიქიკაზე. დღეს იგულისხმება და ითვლება, რომ სენსორული გადატვირთვაში ცხოვრობს ადამიანი დიდ ქალაქებში და მეგაპოლისებში. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უარყოფითი ზეგავლენა შენობებისა ჩვენზე და დადებითი ზეგავლენა? არქიტექტურა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურა და ლამაზი ნაგებობები და ეს გახლავთ კოლექტიური არაცნობიერის გამოხატულებაც. ის ვითარება, რაც ახლა არის აწმყოში, რა ზეგავლენას იქონიებს მომავალ თაობებს. ხმაური მაგალითად ძალიან მოქმედებს ადამიანზე, არა მარტო მის ძილზე, არამედ იწვევს ფოთვას, დაძაბულობას, გამოფიტვას, ადვილად დაღლას. არის რაღაცა ფორმულები, რომელსაც ჩვენი ადამიანური ფსიქიკა ავტომატურად აღიქვამს როგორც ლამაზს, როგორც მშვენიერს, რომ მე რა შევთანხმდეთ და ეს გავატაროთ. იგივე შენობების დაგეგმარებისას, ან უფრო ფართოდ ქალაქის დაგეგმარებისას. როცა ვფიქრობთ ადამიანზე და კომფორტზე, უნდა ვიფიქროთ მშვენიერებაზეც. შეიძლება შენობამ ან სახლმა, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, ამ ადამიანს ერთგვარად გზა გაუყოლოს კიდეც თავის პროფესიაში. აი როგორც ფსიქიკა არის მრავალგანზომილებიანი, შენობა, ნაგებობა, არქიტექტურაც არის მრავალგანზომილებიანი. ამიტომ ფართო ასპარეზი თქვენთვის დაგვითმიათ. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის გადაცემა სიმპოზიონში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ექიმი ფსიქიატრი ნინო ნანეიშვილი. ქალბატონო ნინო, დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. აი თქვენ ერთ-ერთ ჩანაწერს ვუყურეთ, ცოტა დიდი ხნის წინანდელ ჩანაწერს და თქვენის ნებართვით ამ ჩანაწერიდან თქვენსავე სიტყვებს დავიმოწმებ და ამითი დავიწყებ. აი თქვენი ხსნიდით ფსიქიატრიას, რომ ეს არის რაღაცა სამედიცინო დისციპლინა და თან ახსენეთ, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში აქტუალური გახდა და გამძაფრდა ფსიქიატრია არა მხოლოდ კლინიკური დარგი, არამედ მისი სხვა მხარე და ის არის მისი პრევენციული და პროფილაქტიკური ნაწილი. და აი თქვენ როგორც ამბობდით, დღეს უკვე 21 საუკუნეში ფსიქიატრის მოვალეობა და ფუნქცია არ არის მხოლოდ ფსიქიკური დაავადებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, არამედ მის მოვალეობაში შემოდის მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე ზრუნვა მენტალურ მდგრადობაზე და ხელშეწყობა ამ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობისა. აი თქვენ ახსენეთ, რომ სხვადასხვა ფაქტორები არსებობს, რაც განსაზღვრავს ფსიქიკურ ჯანმრთელობას თუ არაჯანმრთელობას. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელზეც მე მინდა რაღაცნაირად ყურადღება გავამახვილოთ, ეს არის გარემო ფაქტორი და გარემო თავის მხრივ სხვადასხვა ელემენტებისგან თუ ობიექტებისგან შედგება, ხო? და აქ რო კონცენტრირდით შენობებზე და შენობების იერსახეზე. ოღონდ შენობებზე და არქიტექტურაზე არა როგორც მხოლოდ ფონზე, როგორც ხშირად განიხილავენ ხოლმე ამას ადამიანები, არამედ როგორც ფაქტორზე. და შესაბამისად, ჩემ კითხვასაც ამგვარად ჩამოვაყალიბებდი. რა ზეგავლენას ახდენენ შენობები და ზოგადად შენობების იერსახე ადამიანის ფსიქიკაზე და საერთოდ ახდენენ თუ არა ისინი გავლენას ჩვენ ფსიქიკაზე? აი საინტერესო. კი ბატონო. ასე იგი მადლობა მოწვევისთვის. რომ დაინტერესდით ამ თემით ძალიან დიდი მადლობა. გიდასტურებთ დღესაც, რომ ფსიქიატრია არ არის მხოლოდ კლინიკური მედიცინის დარგი, ფსიქიატრია პროფილაქტიკური დარგია და ზრუნავს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და დღესდღეობით ფსიქიკურ ჯანმრთელობა, არა ჯანმრთელობას, ანუ მოსახლეობის ფსიქიკურ კეთილდღეობას, ისე როგორც ადრეც განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი, ანუ განმსაზღვრელი ფაქტორები, ანუ დეტერმინანტებს, რასაც უწოდებენ. ეს გახავთ ბიოლოგიური ფაქტორები, ფსიქოლოგიური ფაქტორები, სოციალურ, გარემო ფაქტორები, რომელშიც ეკოლოგიაც შედის და კულტურალურ, ისტორიული ფაქტორები. აქ ხანდახან განიხილავენ კიდე სულიერ ფაქტორებსაც ამატებენ. ახლა ჩვენ არ ვისაუბრებთ ბიოლოგიურ ფაქტორებზე და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, მაგრამ გაკვირვით ვიტყვი, რომ ბიოლოგიურ ფაქტორებში არ შედის მხოლოდ გენეტიკური დაავადებები და მხოლოდ მემკვიდრეობით გადაცემული ფაქტორები, ასევე განიხილება ფართოდ პრე და პოსტნატალური დაავადებები და სამწლამდე განსაკუთრებით ტრავმები და ინფექციები. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ დედებს, რომლებთაც პატარა შვილები ყავთ, სასურველია სამწლამდე თავად დიდენ თავიანთ შვილებს და ისინი იყვნენ მათთან პირველი 3 წლის განმავლობაში. მეორე ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც დღეს არ შევეხებით. ეს არის პიროვნული თვისებები, აქ შედის ემოციური რეგულაციის სისტემა, კოგნიტიური უნარის, თვითონ პიროვნული მახასიათებლები ადამიანის და კოგნიტიური სქემები, ეგრეთ წოდებული, როდესაც ზოგჯერ ადამიანს ჩანერგილი აქვს, რომ მას არ შეუძლია ის ვერ გააკეთებს
მეცნიერები ფიქრობდნენ ამ საკითხებზე და სპეციალური ფსიქოთერაპიული მეთოდებია, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ თვითშეფასება და ეს კოგნიტიური სქემები ირაციონალური და რაციონალურში გადაიყვანონ. მესამე ფაქტორი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ერთად განიხილავენ სოციალურ გარემო ფაქტორებს, რომელზედაც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, მაგრამ სანამ ამ ფაქტორებზე გადავალთ, კიდე არის შემდეგი ფაქტორი, ეს არის კულტურალურ ისტორიული ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და განიხილავს დაავადებებს ეპოქის შესაბამისად, მაგალითად, კულტურის შესაბამისად და ენის შესაბამისად. აი რა ენაზე მეტყველებს ადამიანი, ანუ თავის დაავადებას რა სახით გამოხატავს, ანუ როგორ მოახერხებს თავისი პრობლემის ტანჯვის ვნების გამოხატვას. აი აქ შეგვიძლია გავიხსენოთ გოეთეს ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი, ზუსტად ასე ქვია და ჩვენ ვსაუბრობთ ვნების ტანჯვის გამოხატვის ენაზე. აი მაშინ გოეთემ ისე კარგად აღწერა სიტყვიერად ეს მდგომარეობა, რომ სამწუხაროდ სავალალო შედეგები მოიტანა იმ ეპოქაში და წიგნი აგრძალეს კიდეც. და მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ქალბატონებში განსაკუთრებით გავრცელებული იყო ისტერიული არშილობები, ისტერიული კრუნჩხვები, ამაზე ბევრს წერდა ფროიდი და შარკო და უამრავი ნაშრომებია. საქართველოშიც იყო ეს გავრცელებული, მეც მოვესწარი, როცა მივედი ფსიქიატრიაში, ქალბატონებს განსაკუთრებით დასავლეთში მცხოვრებ ქალბატონებს საქართველოში ჰქონდათ ეს დაავადება ისტერიული, რომელსაც ფუნქციური დაავადება ქვია დღეს და თავიანთ პრობლემებს ისინი სხეულის დონეზე გამოხატავდნენ. ეხლა უნდა სამწუხარო ტენდენცია აღვნიშნო ახალგაზრდებში, ისინი გამოხატავენ თავიანთ ემოციურ პრობლემებს, ემოციურ რეგულაციის პრობლემებს და კოგნიტიურ პრობლემებსაც და ნებისყოფობას, სწორედ სხეულის სახით, დღესაც. ოღონდ ცოტა სახე შეცვლილია ეს სხეულის გამოვლინება და ეს გახლავთ თვითაგრესიული ქცევები. აი კატეგორიულად მინდა ვთხოვო მშობლებს, მასწავლებლებს, საზოგადოებას, რომ მიუთითონ ამ ბავშვებს და აღმოაჩინონ ექიმებსაც სხვათა შორის პირველად რგოლის ექიმებს, როდესაც მათთან პაციენტი მოდის, კარგად დაათვალიერონ და ნახონ და დროზე გამოუშვენ ეს ადამიანი სპეციალისტებთან, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით საქართველოში. ახალგაზრდებს კი შეიძლება ასეთი მოწოდებასავით გამომივიდეს, რომ ვთხოვთ, რომ როდესაც აქვთ პრობლემა, შფოთვა, ემოციური რეგულაცია, არაფრით არ მიმართონ თვითდაზიანებებს, იმიტომ რომ ის პრობლემას არ ხსნის და დროულად მივიდნენ იქ, სადაც საჭირო, ანუ ექიმთან და მშობელს დროულად აცნობონ თავიანთი პრობლემის შესახებ. ეს კულტურულ ისტორიულ დონეზე რაც შეიძლება ითქვას, აი კიდევ ერთს ვიტყვი მაგალითად, დეპრესია გასულ საუკუნეებში დეპრესია ვლინდებოდა ზოგიერთ კულტურაში. შეიძლება გამოვლენილი იყო სხეულის სახით, სხეულის დონეზე, უბრალოდ სხეულის დონეზე და ზოგ კულტურაში პირდაპირ ემოციის დონეზე იტყოდა, რომ შეწუხებული ვარ, ცუდად ვარ და ზოგი კულტურა ამას აღიქვამს სხეულის დონეზე, იტყვის მაგალითად გულზე ნაღველი მაწევს, ვერ ვსუნთქავ, რაღაცა მიჭირს. და ეს იყო ეს კულტურული ისტერიული დონე, რომელიც ძალიან საინტერესოა და სხვა დროს შეიძლება ამაზე უფრო ფართოდ ვისაუბროთ. ეხლა მივუბრუნდოთ სოციალურ და გარემო ფაქტორებს, რომელშიც ეკოლოგიური ფაქტორებიც შედის. სოციალურ ფაქტორებს დღეს პრაქტიკულად არ შევეხებით, იმიტომ რომ ასევე ძალიან დიდი თემაა. აქ შედის სიღარიბე, სწრაფად მიმდინარე ცვლილებები, რომელიც საქართველოში განხორციელდა 1990-იან წლებში და ამიტომ ადამიანები ვეღარ მოერგნენ იმ ცვლილებებს, რაც სწრაფად მე ვგულისხმობ საბჭოთა კავშირის დარღვევას და ჩვენი მენტალიტეტის შეცვლა სწრაფად ვერ მოხდა. და ამიტომ გქონდა ომებიც, ის უბედურება, სიღარიბე, რაც ჩვენ ეს გადავიტანეთ და განვიცადეთ. აქ შედის განათლების დონე, აქ სოციალურ ფაქტორებში შედის ასევე უსახკარობა, უმუშევრობა და მედიცინის დონე, ანუ დაზღვევა, არ დაზღვევა და რამდენად დაცულად გრძნობს ადამიანი თავს. სოციალურ ფაქტორში შედის რასიზმი, გენდერიზმი, კლასიციზმი და ასე შემდეგ. მაგრამ აი გარემო ფაქტორი და სოციალურ ფაქტორებში შედის ურბანიზაციაც, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და დღეს რომელზედაც უნდა ვისაუბროთ ალბათ. და გარემო ფაქტორებში იგულისხმება ხმაური სინათლე, სიმჭიდროვე, მაღალი
სახლები, არქიტექტურული შენობების ხარისხი, ქალაქის დაგეგმარება, კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება, ეს ყველაფერი შედის ამ გარემო ფაქტორებში და სპეციალური დარგები იქმნება, მაგალითად, გარემოს ფსიქოლოგია, გარემოს ფსიქიატრია, ეკოლოგიური ფსიქიატრია, რომლებიც შეისწავლიან ადამიანისზე გავლენას, მაგალითად არქიტექტურული ნაგებობის დაბინძურების, ხმაურის გავლენას. დღეს იგულისხმება და ითვლება, რომ სენსორული გადატვირთვაში ცხოვრობს ადამიანი დიდ ქალაქებში და მეგაპოლისებში და სენსორულ ჯოჯოხეთს უწოდებენ აი ამ მდგომარეობასა და ამ სიტუაციას. ხმაური მაგალითად ძალიან მოქმედებს ადამიანზე, არა მარტო მის ძილზე, არამედ იწვევს შფოთვას, დაძაბულობას, გამოფიტვას, ადვილად დაღლას და ვერც გრძნობ რა მოგივიდა და რა დაგემართა და რატო ხარ ამ მდგომარეობაში. სინათლეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხელოვნური განათებები, რომელიც თუ ცენტრში ცხოვრობ და სახლში შემოდის და განათებს, ან ძალიან მკვეთრი თუა სინათლე, ესეც იწვევს შფოთვის დონის მომატებას, დაძაბულობას, ძილის პრობლემას. ამიტომ ამას ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. სივრცეს მაგალითად, თუ სივრცე ძალიან ვიწროა, იქ გემართება შფოთვა და დაძაბული ხარ, ვაკის ჭავჭავაძის გამზირს თუ ავიღებთ, უფრო ვიწროა და არ ყოფნის გადასასვლელი ადამიანს. იმიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, პრინციპში კარგად მოაწესრიგეს, მაგრამ მაინც ვიწრო ქუჩა, აი ვაჟა-ფშაველა გაცილებით ფართოა, როცა სივრცე მეტია და ნარგაობაც მეტია, იქ უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს და ეს უფრო დადებითად აისახება. ხანდახან აი არც კი იცი შენს ფსიქიკაზე რა მოქმედებს. ელემენტარული წვრილმანი, რასაც ყურადღებას არ აქცევ, ისიც კი მოქმედებს ფსიქიკაზე. დაბინძურებული ჰაერი, რა თქმა უნდა, თუ ჰაერში არის ტყვია და სხვა მძიმე მეტალების შემცველობა მაღალი ვიდრე საჭიროა, ის კოგნიტიურ პრობლემებს იწვევს, მეხსიერებაზეც მოქმედებს და სხვა ზოგიერთ კოგნიტიურ, ასე ვთქვათ, უნარჩვევებზეც. ეხლა თქვენ მე მკითხეთ, შენობა როგორ განაპირობებს, არა? შენობა როგორ და არქიტექტურა და შენობა როგორ მართავს და როგორ ზემოქმედებს ფსიქიკაზე, ხო? აქედან თქვენის ნებართვით ცოტა შორიდან დავიწყებ. მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენ ერთი არა, მრავალი კვლევა ჩაატარეს და ერთი კითხვა დაუსვეს ადამიანებს, რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნეში და 21-ში ჩატარდა ეს კვლევები, რომელ ეპოქაში ისურვებდნენ ისინი ცხოვრებას. აღმოჩნდა, რომ არცეც არ უსურვებია შუა საუკუნეებში ცხოვრება, ან წინა საუკუნეებში ცხოვრება, წარმოიდგინეთ, რომ ნოსტალგია ქონდათ მე-20 საუკუნეზე და თქვენს, რომ 21 საუკუნეში ისურვებდნენ ცხოვრებას. მე-20 საუკუნის ნოსტალგია ქონდა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანებსაც, მათ შორის რაც არ უნდა გაურკვეველი იყოს, ასევე აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებლებს და ამერიკელებს ქონდათ მე-20 საუკუნის ნოსტალგია. ესე იგი გამოკითხულთა 55%-მა და მეტმა კიდე თქვა, რომ ისურვებდა მე-20 საუკუნეში ცხოვრებას და არა 21-ში. ეხლა რატო იყო საბჭოთა ბლოკის ასე ვთქვათ, ნოსტალგია. თვითონ ის ბლოკი და რეჟიმი კი არ იყო ნოსტალგირებული, არამედ ნოსტალგია ჰქონდათ სტაბილურობაზე, უსაფრთხოების განცდაზე და არასაფრთხის შემცველ მომავალზე, გესმით, მომავლის მიმართ. ამიტომ ეს ძალიან ყურადსაღები ფაქტია, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ადამიანი ითვლება, რომ ეცეთ ყველა საუკუნეს აქვს თავისი წამყვანი ფსიქიატრიული დაავადება. აი მე წეგან ვახსენე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი და მეორე ნახევარში ისტერია იყო ძალიან წამყვანი დაავადება და ეხლა არის შფოთვითი დარღვევა არის. მე-20 საუკუნის ბოლოს 21-ის დასაწყისში დეპრესია იყო და ამჯერად წამყვანი და კიდე მომავალში სავარაუდოდ იქნება შფოთვითი აშლილობა. იმიტომ რომ მომავალი
არ იკვეთება ისეთი, რომ იქნება უსაფრთხო და ადამიანებს ეს ფოთვა ძალიან მაღლა კარგად აქვთ განვითარებული. დაუბრუნდეთ ახლა იმ კვლევას, სადაც არავის არ უნდოდა ძველ შუა საუკუნეებში ცხოვრობდა. არა და არქიტექტურულად თუ ავიღებთ მაგალითად გოტიკურ საუკუნეს და გოტიკურ სამყაროს, რომელიც მე-11 საუკუნიდან დაიწყო, მე-11 საუკუნიდან უფრო 1000-იანი წლებიდან და მე-16-მდე გაგრძელდა, არაჩვეულებრივი ნაგებობები იქნებოდა. ეს იქნებოდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, თუ იქნებოდა კოლნის არაჩვეულებრივი ტაძარი და მაგალითად მილანის დიუმო, რომელიც ფანტასტიკური არ არსებობს ევროპაში ქალაქი, სადაც არ იყოს გოტიკური ნაგებობა, რომელიც ამშვენებს იმ ქალაქს. მაგრამ ეს ქალაქი არის, რა თქმა უნდა, დამშვენებული ასეთი გოტიკური მშვენიერი ნიმუშით და არქიტექტურული ნიმუშით, მაგრამ ნახეთ ეს როგორი და რომელი საუკუნეა, სადაც ადამიანი თავს გრძნობს დაჩაგრულად, ეს ნაგებობა კი არის არაჩვეულებრივი და მიწიერი სამოთხე და ზეცისკენ სწრაფვა და აი თქვენ იცით რა თქმა უნდა რომ გოტიკურ შენობებს აქვთ მაღალი ქიმი და ზემოთ მიიწევს ცისკენ და ამაღლებულია და მშვენიერია, მაგრამ ვინ შედის იქ? გაუნათლებელი, უწიგნური, უმეტეს ნაწილად, ხო, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუცველი, იმიტომ რომ არ არის მედიცინა იმ დროს, ქალაქები ღარიბია, ეპიდემიებია ხშირად, ომია ხშირად და ამიტომ ის ადამიანი რო შედის ამ დიდებულ ტაძარში, თავი თulis არ არაობად. და არა მარტო არ არაობად, აი პატარა ჭიანჭველასავით მოჩანს და ამ გოტიკურ ეპოქაში, როდესაც ეს არაჩვეულებრივი ნაკეთობები იქნება, ადამიანი არის სრულიად უსუსური, არაფერის, ანუ ადამიანზე არ არის აქცენტი. თვითონ ეს არქიტექტურული შენობა აქცენტს აკეთებს ღმერთზე, მიიწევს ზევით, მაღლა ზეცისკენ და არ ზრუნავს ადამიანზე. და ადამიანი არის დაჩაგრული და ემოციური ენა ამ ეპოქის, ამ საუკუნის არის, რომ ჩვენ ვართ ამაღლებული, აღმატებული და თქვენ ხართ არარაობა პრაქტიკულად გესმით. იგივე არის კლასიციზმის ეპოქაშიც, რომელიც მე-17 საუკუნეში იყო, ხო? აი ლუდოვიკოს ეპოქებში არქიტექტურულად განვითარებულია კლასიციზმის სტილი, ვერსალი ავიღოთ, ხო? აქცენტი არის ბუნებაზე, აქცენტი არის მონარქზე. მე ვარ აღმატებული და შენ ადამიანი არავინ და არაფერიც არ ახარ. იმიტომ აღწერა კარგად ვიქტორ ჰიუგომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს თუ გავიხსენებთ და ისევ დაუბრუნდებით იმ გოტიკურ ეპოქას, ვიცით როგორი საშინელი პერიოდი იყო, არა? ქუჩაში მათხოვრები, შიმშილი, სიღატაკე, ყაჩაღობა და ეს არის ის ქალაქი, გესმით, ის განყენებულად ცალკე დგას და ეს გოტიკური არაჩვეულებრივი ტაძარი ჩვენ ამას გვეუბნება, რომ ეს მე ვარ ერთი ცალკე მდგომი აღმატებული და თქვენ ადამიანები ხართ არარაობანი. აი რენესანსის ეპოქა უკვე კი სხვა რამეს ამბობს. რენესანსი ადამიანს აყენებს წინა პლანზე, აქ უკვე ადამიანიც ხდება შემოქმედი, ისე როგორც ღმერთი და დაიწყო ზრუნვა თვითონ ცალკეულ პიროვნებაზე. ანუ ითვლება, რომ ნაგებობა, შენობა ადამიანისთვის იქმნება და არა მხოლოდ ღმერთისთვის და ის შემოქმედიც, რომელიც ასეთ არაჩვეულებრივ ტაძრებს, ქანდაკებებს, ფერწერულ ტილოს ქმნის, ისიც ღმერთს უტოლდება და ღმერთის თანასწორი. ანუ რენესანსის ეპოქა ზრუნავს და ფიქრობს ადამიანზე. გაგიკვირდებათ და ვიქტორ ჰიუგო იყო ის ადამიანი, რომელიც აი მე-19 საუკუნეში ხო უკვე იწყება მოდერნისტული ეპოქა, რომელიც ზრუნავს ადამიანების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდის და ზრუნავს ადამიანებზე. ანუ რატომ უნდა ყველას მე-20 საუკუნეში ცხოვრება? იმიტომ კი არა, რომ იქ არაჩვეულებრივი არქიტექტურული ნაგებობებია მე-20-ში. წინ უფრო მეტია და უკეთესია, იმიტომ რომ ეს არის ეპოქა, ეს არის შენობა, თუ გინებავთ ავიღოთ ის ლე კორბუზიე, რომლის ხრუშჩოვებიც მისია თურმე ეს ხრუშჩოვკას სახლები, რომელიც ჩვენთან და ყველა საბჭოთა კავშირშია, მაგრამ აი ეს ადამიანი ზრუნავს თითეული მოქალაქის, ასე ვთქვათ, კომფორტზე თავისებურად. მე რომ მკითხო, ახლა არ მომწონს მისი არც ერთი სახლი, თუმცა იდეაში სწორს ამბობს, რომ რა ტერიტორიასაც უკარგავთ ადამიანს ამ შენობის აშენებით, ის უნდა დავაყენოთ სვეტებზე, ბოძებზე
და ის ტერიტორიაც გამოვიყენოთ. ეხლა იდეაში კარგია, მაგრამ ესეთი სახლები არ არის ლამაზი, ჩემი თვალსაზრისით არ არის ლამაზი და ამიტომ როცა ვფიქრობთ ადამიანზე და კომფორტზე, უნდა ვიფიქროთ მშვენიერებაზეც. მე ასეთი განცდა მაქვს. ეხლა თუ კიდე ჩამეძიებით და მკითხავთ, რა გავლენას ახდენს არქიტექტურა ადამიანებზე, მის ფსიქიკაზე, კლავ და კლავ გამიმეორებთ, რომ არქიტექტურა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურა და ლამაზი ნაგებობები და ნაგებობების, ასე ვთქვათ, ერთობლიობა. ეს გახლავთ კოლექტიური არაცნობიერის გამოხატულებაც. შენობა, ქალაქი, მთლიანად დაგეგმარებული ქალაქი არის იმ საზოგადოების კოლექტიური არაცნობიერი. მაგალითად, ქალაქი ეს გახლავთ და შიგშემავალი ნაგებობებიც გამოსახავს, გამოხატავს არა მარტო კიდე გამიმეორებ ინფრასტრუქტურას, არამედ ქალაქის კოლექტიურ შიშს. მაცხოვრებლების ბუნებრივია, მათ სურვილებს, მათ ფანტაზიებს, მათ შინაგან განწყობებს გამოხატავს და დროს, ეპოქას, ყველაფერს ამას ასახავს, ფანტაზიებს და სურვილებს. კიდე მინდოდა მეთქვა აი ესეთი შემდეგი რამ, რომ ტოტალიტარულ სამყაროში შენდებოდა, მაგალითად საბჭოთა კავშირში და სტალინის სახლები თუ ვიცის ყველამ ვიცით, ძალიან დიდია, მონუმენტურია. რომელიც გრგუნავს შენ ადამიანს და გეუბნება, რომ თვითონ ეშინია ქაოსის შიში აქვს, ამიტომ გრგუნავს ადამიანს და ასეთი სახლი დიდია, მონუმენტურია, ქარხანა გიგანტურია, მასივები გიგანტურია, ბამის მშენებლობა გიგანტურია, ეს კი გვიან იყო შედარებით, მაგრამ ეს სახლი გრგუნავს და გეუბნება, რომ მე ვარ ძალაუფლება და შენ მე უნდა დამემორჩილო. და თუ ავიღებთ დღევანდელი მეგაპოლისის ქალაქებს, ის უფრო მინით არის შებურულია რა, მინით. ეს მინა გვეუბნება, რომ სისწრაფეა საჭირო, აუცილებელია, რომ მეც გაკვირდებოდე და გამჭვირვალე ვიყო და მომყევი ამ კონკურენციაში. და ესე ზედმეტი პრინციპში ესეც არ ვარგა. ამდენი მინი შენობა რაღაცა ფანტაზიის ნაკლებობას გავს. არქიტექტურა და არქიტექტურული ნაგებობა როგორც მართავს ჩვენს ტვინს, ჩვენს ემოციას და ჩვენ ქცევას. ეს რამოდენიმე მახასიათებელზეა დამოკიდებული. იგივე ხმაური, იგივე სინათლე, იგივე მწვანე ნაგებობების სიმცირე. მწვანე ნაგებობების სიმცირე ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მაგალითად, ცნობილია და კვლევებით დასტურდება, რომ პარკი, წყალი, ხე და ბუნებრივი ლანდშაფტი აუმჯობესებს თავის ტვინის გარკვეულ სტრუქტურებს. ეხლა აღარ მოუყვები ხარ რომელ და როგორ სტრუქტურებს, მაგრამ იმედია და დამიჯერებს ჩვენი მაყურებელი და მსმენელი, რომ თუ არის ხმაური, თუ არ არის მწვანე ნარგავი, აი პირდაპირ არის ასეთი კვლევები, რომ ის ააქტიურებს ჰიპოთალამუს, ჰიპოფიზის, თირკმელზე და კორტიზოლის სისტემას და სტრესი არის ძალიან მაღალი. კვლევებია ჩატარებული მაგალითად და დადგენილია, რომ კოპენჰაგენი არის ყველაზე მშვიდი და კარგი ქალაქი, ერთ-ერთი მშვიდი და ყველაზე კარგი, იმიტომ რომ ბავშვებს იქ განვითარების რისკი, სტრესული განვითარების რისკი არ აქვს, იმდენად ბევრია მწვანე ნარგაობა და ნაგებობა, რომელიც ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებს. გარდა ამისა, ეს პარკები და დიდი პარკები არის შეხვედრების, ურთიერთობის, ინფორმაციის გაცვლის ადგილი, რაც ასე ჭირდება მეგაპოლისში მცხოვრებ ადამიანებს. კიდე რა შემიძლია გითხრათ, აი ნორვეგიაში მაგალითად, ნორვეგიაში კატეგორიულად იგრძალება ყოველი უბნის თავზე არსებული ტყის არა ჯანსაღი გზით გამოყენება. უпростоრად სახელმწიფო არ აძლევს უფლებას ცალკე უბნებში, მოკლედ ყველა უბანი მთავრდება ტყით. ტყის ზოლით, ტყის მასივით და იქ ჰაერის გაწმენდისთვის, ხმაურის ათვისებისთვის, განტვირთვისთვის აკრძალულია სხვადასხვა ნაგებობა შენობის გაკეთება. ამიტომ ამ მხრივ ჩვენ კარგი მაგალითები უნდა ავიღოთ და
ასე ვთქვათ, გადმოვიტანოთ და ავითვისოთ ჩვენ სინამდვილეშიც. ესე იგი, დიდი მადლობა თქვენი ამ საოცრად ამომწურავი პასუხისთვის. მე თქვენ გისმენდით, აქ იმდენი ინფორმაცია იყო, რომ ღრუბლად გადავიქეცი და ვიწოვდი ამ ყველაფერს. და ეხლა მე ვფიქრობ, ჩემ თავში ისახებოდა სტრატეგიები, შემდეგი რა კითხვა შემიძლია დავსვა და როგორ შემიძლია დავსვა და აი მაინც ისევ იმ საკითხს გავაგრძელებდი. ჩვენ იმაზე შევთანხმდით, რომ შენობებს შეუძლიათ ჩვენი ემოციების მართვა. ისინი ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკაზე. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს, მოდი ამ მიმართულებით წავიდეთ კონკრეტიკისკენ და მეტი სიმკვეთრისკენ. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უარყოფითი ზეგავლენა შენობებისა ჩვენზე და დადებითი ზეგავლენა? აი მე მაგალითად თუ ზედმეტად არ გამიგრძელება, ჩემი მაგალითი შეიძლება მოვყვეთ ჩემი ცოტა ადრეული ასაკიდან. მაგალითად მახსენდება სტუდენტობისას შესაძლებლობა მქონდა რომ რაღაც გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა და წავსულიყავი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. ცხადია ეს რო გავიგე, მომზადება დავიწყე, ვეცნობოდი ფორუმზე რაღაცა სტუდენტების მიერ გაზიარებულ გამოცდილებას და სტუდენტები წერდნენ რომ რაღაც გარკვეულ უბანში ცხოვრობდა მათი დიდი ნაწილი. და აი ეს უბანი მე Google-ის მოვძებნე, დავაკვირდი შენობებს და ისეთი განზიდულობა გამიჩნდა. აი ძალიან დამძგუნველი იყო ჩემთვის. და ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სასაცილოა, მაგრამ იქ ნანახმა, აი იმ შენობებმა კამპუსში მცხოვრება, ხო? აი კამპუსი არ, უბრალოდ ის უბანი როგორი იყო, საცხოვრებელი სახლები როგორი იყო, რაღაც კორპუსის ტიპის სახლები იყო. ისეთი განზიდულობა გამიჩინა, რომ არ ვიცი, ხა ვიღაცა შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თუ ფაქტორად გადაიქცა იმისა, რომ მე აქ მონაწილეობაზე უარი მეთქვა და აღარ გამჩნდა და აი გული აღარ მიმიწევდა. აი კიდევ ერთს გავიხსენებდი უფრო უახლოესი წარსულიდან. იანვარში მომიწია რომ ორ სხვადასხვა ქალაქში ვიყავი, არ დავასახელებ და ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან ძალიან პატარა დისტანციით არის დაშორებული. 1 საათი არის სატრანსპორტო გზა, მაგრამ არქიტექტურული ფილოსოფიით, ასევე ქალაქის იერსახით, თვითონ შენობების იერსახით ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან ვიტყოდი რომ ამის რადიკალურად სხვაობს. და დილას მოკლედ ერთიდან ჩავედი მეორეში და თუ დილით ჩემი განწყობა იყო რაღაცნაირი მოღუშული და ასე შემდეგ, რო ჩავედი, გადმოვედი და შემეხმიანენ ეს შენობები, ეს ჰარმონია, არ ვიცი, მთელი ქალაქი და იერსახე, განწყობა მარტო კი არ ამიმახდა, ამის არ ვიცი, შვებასთან ერთად ბედნიერებასაც კი ვგრძნობდი და ანუ რამხელა გავლენა აქვს, არა გარემოს რამხელა გავლენა აქვს. კი ბატონო, მეც ვიცი ასეთი შემთხვევები, ქართველები რო ჩადიან ხოლმე ხშირად სასწავლებლად საზღვარგარეთ, არ ცხოვრობენ იმ კამპუსებში და იმ მასიური დასახლების უბნებში. ცალკე ქირაობენ, ახლა ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, ცდილობს რომ იქაურობას განირიძოს და ცალკე იცხოვროს, თუ კი აძლევს ამის საშუალებას ის ინსტიტუტი თავად. და მეც გახდით ამ ორი კვირის წინ გერმანიის ორ ქალაქში და აი მაშინ კარგად მივხვდი რას ნიშნავს ორი განსხვავებული ქალაქი, რაც თქვენ ახსენეთ, 20 წუთის სავალზე იყო ერთმანეთის და კიდე კარგად გავიაზრე რას ნიშნავს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი პროფესია. მე მინდა რომ ესეც ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ასათვისებელი კი არა დასაბრუნებელი გვაქვს ქალაქები. არ შეიძლება ყველაფერი იყოს მხოლოდ ეგრეთ წოდებულ დედაქალაქში. იმიტომ ეხლა ვთქვი ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ რად გადაიქცა ეს ჩვენი დედაქალაქი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მძიმე ცენტრად. იმიტომ რომ ქაოსი იქმნება მეგაპოლისში, ხმაური მეტია, ნანგრევები. მე მაგაცაც მახსოვს, ჩემი სტუდენტების პერიოდში არ აშენდა იყო ასეთი სახსე, არ ვიცი ხა აშენდა თუ არა, წლების განმავლობაში იყო არაშენებული ის რაღაცა კომპლექსი. ნაგვის ადგილები, ანუ დანაგვიანებული ადგილები, ნანგრევები ბევრი გვაქვს. ეს იწვევს ქაოსს, ეს იწვევს ფსიქიკის რღვევას, იდენტობის რღვევასაც გესმით? ანუ ეს არ არის ნორმალური. ჩვენი ტვინი ამას ვერ აღიქვამს. კვლევები არის ჩატარებული, ორ ბავშვებს აჩვენეს მშვენიერი და არამშვენიერი ქალბატონები და ბავშვებმა აღმოჩნდა, რომ ზერა შეაჩერა ის დიდი ხანი იმ მშვენიერ ქალბატონებზე. გესმით? აი თითქოს ხო არაფერი არ არის, ჩვილ ბავშვებს უჩვენეს მშვენიერი და არამშვენიერი, პროპორციული, არაპროპორციული, ლამაზი, მახით და იმათმა მზერა იმაზე შეაჩერეს, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი
ევოლუციურად მიისწრაფვის მშვენიერებიდან და სილამაზისკენ, გესმით? როგორც ნაგებობა უნდა იყოს, ისე ბუნება, ლანდშაფტი, ქალაქი. აი ქალაქი ჩვენი არ არის კარგად დაგეგმარებული წლების განმავლობაში და ესეთი საუკუნეების განმავლობაში. აი მაგალითად ვენა რო ავიღოთ. ესე იგი ვენის ცენტრში ყველგან არის რაღაცა მრგვალი, ასე იგი მოედანი. ეს მრგვალი მოედანი არაცნობიერი სიმბოლის დონეზე ნიშნავს საკუთარ მთლიან მეს. წარმოგიდგენიათ? და მერე ამ მზესავით იშლება, სხივებად იშლება მერე ქუჩები. და მერე კიდე გარკვეული იმის კილომეტრის მერე კიდე რაღაც მრგვალი ადგილია. ანუ ეს ქალაქი არის მოწესრიგებული, დაგეგმარებული არის ლამაზი და ადვილი მისაგნებიც არის. აი მე წეღან გამორჩა მე თქვა რომ როდესაც ქალაქის დაგეგმარებას ახდენენ, ქალაქი უნდა იყოს თურმე კითხვადი. ამის სპეციალური კვლევებიც არის, მეცნიერები არიან, რომლებიც ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები დიდი ხანია მუშაობენ ამ საკითხებზე და ქალაქი უნდა იყოს კითხვადი. რას გულისხმობს, იცით, რომ ყველგან უნდა იყოს წარწერა, ყველგან უნდა იყოს მინიშნება, რომ არ დაიბნე, არ თქვა სადა ვარ, როგორა ვარ, რატო ვარ და ქაოსში ხარ, იცით, დაბნეული ადამიანი ქაოსური, იცით, როგორ არის, ჩიტი რო შემოვარდება ოთახში და არ იცის და აწყდება წინ და უკან ასე ვართ ჩვენ. ასეა ჩვენი ფსიქიკა და სულ აფორიაქებული მივდივართ სამსახურში, სახლში, გარემოში, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურაც გვჭირდება და სიმშვიდე გვჭირდება, მწვანე გვჭირდება. აი მე ახლობლები შემხვდნენ ერთმანეთს, დელისთან ცხოვრობდნენ, მამაშვილი და მიდიოდნენ იქეთ სკოლაში. ვაჟა-ფშაველას იქეთ ველოსიპედით მიდიოდნენ და ეს პატარა ბავშვს უშვებდა, იცით რატომ? ვაჟა-ფშაველას ქუჩა ფართოა და ცენტრში, შუაში მწვანე ნარგავი და პარკია. და აი ამ პარკით ეს ბავშვი მარტო მიდიოდა სკოლაში ველოსიპედით. წარმოგიდგენიათ, ანუ მწვანეში, ბუნებაში და უსაფრთხოდ. ასეთი ბევრი უნდა გქონდეს. ეხლა მე დავიწყე მივხვდით ხო რას ნიშნავს ერთი ქალაქი, ერთი პროფესია. აი მარბურგში გახდით, მარბურგში და ეს ქალაქი არის ორიენტირებული ბრმა ადამიანებზე. ყველა უნივერსიტეტი და ყველა ქალაქია პრაქტიკულად გერმანიაში ორიენტირებული ბრმებზე, მაგრამ ეს ქალაქი განსაკუთრებით. ბრმები დადიან ქუჩაში ჯოხებით და არაფერს არ წაიბორძიკებენ, არაფერს მიეჯახებიან, იმიტომ რომ სპეციალური მთელი სკოლიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, ავარჯიშებენ და რეაბილიტაციას უკეთებენ. ქალაქიც არის, ასე ვთქვათ, მორგებული ამ ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. უნივერსიტეტში შესასვლელებია იქ, როგორ არის მოწყობილი ბიბლიოთეკა, კომპიუტერი როგორია, წიგნები როგორ არის, ეს ყოფილი ძალიან საინტერესო. მაგრამ გვითხრეს, რომ აი გვერდზე ქალაქი, რომელიც 15 წუთის სავალზეა, იქ თურმე ცხოვრობდა ცნობილი გერმანელი ქიმიკოსი. ის კი არ წავიდა დედაქალაქში, კი არ დაიწყო ცხოვრება, პირიქით მან განავითარა თავისი ქალაქი და ის მისი ქალაქიც არის საუნივერსიტეტო ქალაქი, მაგრამ იქ ქიმია და ფიზიკა და მათემატიკა ისწავლება გაძლიერებულად. აი ამ ქალაქში, სადაც ბრმებზე ორიენტირებულია შედარებით მეტად, თორე სხვა ქალაქებიც, აქ არ ისწავლება ქიმია და ფიზიკა იმ დონეზე და საერთოდ არ ისწავლება როგორც იმ მეორე ქალაქში. გესმით? აი ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველომაც, თორე გამოდის, რომ თავკომბალასავით გვაქვს ეს თბილისი ამდენი უშნო ნაგებობებით. მე სტუმრები მყავდა 2003 წელს საქართველოში და ორ შენობას განსაკუთრებით ცენტრში დამყავდა, მიუთითებდი კომუნისტური მახინჯი შენობა თქო. ეს იყო აჭარა და ივერიის შენობა. ეხლა მე შეფუთეს, გაალამაზეს, მაგრამ ესეთი ასანთის კოლოფივით შენობები იყო. და მერე რა ხდება ჩვენ ქალაქში? უამრავი. აივნიდან აივანზე ხელს ჩამოართმევ ადამიანს, ხო? და რა იკარგება? პრივატულობის განცდა იკარგება. არის განცდა, რომ შენ მუდმივად ვიღაცა გიჭვრიტინებს თუ გიყურებს. და შენ არა ხარ კარგად, შენ სახშიც კი. იმიტომ რომ გვერდზე მეზობელი თუ წინ რომელიც ახველებს თუ იცინის, ყველაფერი შენთან შემოიჭრება. ადრე იყო ნაგებობებს შორის გარკვეული კილომეტრების დაცვის აუცილებლობა.
30 იყო თუ არ ვცდები კილომეტრი შენობიდან შენობამდე. ეხლა შეამცირეს 10 და 5 მეტრია. კილომეტრი თქვი მეტრი 5 მეტრია შენობიდან შენობისკენ. და ქაოსი დაგვავიწყდა კიდევ უნდა მეთქვა ქაოსი იქმნება პარკინგი ადგილი არ არის ამდენი მასა რომ მოძრაობს ეს ზემოქმედებს ადამიანზე და იწვევს ქალაქი უნდა იყოს სტაბილური უნდა იყოს უსაფრთხო უნდა იყოს ხელმისაწვდომი უნდა იყოს კარგად მოვლილი ხელმისაწვდომს იცით რას გულისხმობ რომ ადამიანი როცა ცხოვრობს საკუთარ სახლში არ უნდა კონდეს ქირა, გადასახდელი, გირაო, იპოთეკა, ეს დრგუნავს მის ფსიქიკას. და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. თქვენ აი ჩვენი ქალაქი თბილისი ნახსენეთ ასე ვთქვა და მე მის ისე მინდოდა კითხვის დასმა რომ როგორი არის მეთქი ამ თვალსაზრისით ჩვენ ქალაქში ვითარება და ახლა ცოტა სხვა მიმართულებით წავიყვან ის ვითარება რაც ახლა არის აწმყოში რა ზეგავლენას იქონიებს მომავალ თაობებს ანუ ცოტა მომავლისკენ რომ ხიდი გავდოთ ბატონო აი თქვენი ჩემი ძველი გადაცემა ახსენეთ მე მაშინ ვამბობდი რომ გლდანი თქო და მახსოვს ვამბობდი დოლიძის ქუჩას ვიწრო ქუჩაში სადაც სივიწროვია და მაღალი შენობები ააშენეს კვლევებით არის დადასტურებული და ეს ეს დოლიძის ქუჩა განსაკუთრებით იყო ადგილი სადაც კრიმინალი იყო ძალიან მაღალი ახალგაზრდებს შორის განსაკუთრებით და ისედაც ზოგადად და ქალაქი რომელიც არ არის სწორად დაგეგმილებული, სწორად ინფრასტრუქტურით აშენებული და ის ყველა პირობები რაც მე ჩამოვთვალე თავისი ხმაურით, ქაოსით, ჰაერით, სინათლით, ინფრასტრუქტურით ისე განვითარებული როგორც არის საჭირო, იწვევს პირველ ყოვლისა დეპრესიების დონის ამაღლებას, შფოთვის დონის ამაღლებას, პიროვნების გაუცხოვებას, შეიძლება გააჩინოს დერეალიზაციური პრობლემები, კრიმინალის მაღალი დონეა, სუიციდი არის მაღალი. და დღეს უკვე ემატება ამ ჩვენს სინამდვილეში, რომ ახალგაზრდა თაობა ვერ ვიტყვი რომ იწყებს. თითქოს ტრენდი შემოვიდა ჩვენ ქალაქშია ეს არ არის მარტო ჩვენი ქალაქის პრობლემა, მაგრამ თვით აგრესიული ქცევები არის განვითარებული. სხვადასხვა ახლა გამახსენდა 10-20 წლის წინ რაღაცა სუბკულტურა იყო ძალიან განვითარებული და ეს ემოისტები, ასე ვთქვათ, არ ვიცი სწორად არის თუ არა, ეს ემოისტები იკრიბებოდნენ რესპუბლიკის მოედანზე დანგრეული შენობების რაღაცა, არ ვიცი, გამოქვაბულებში თუ უჯრედებში იქ და ეს მე მგონი მე ალაგდა, იმიტომ რომ ასეთი პაციენტები აღარ მოდიან. მოკლედ, იმ ნანგრევებს ეძებდნენ, იმ ბნელადგილებს ეძებდნენ, რაც არაცნობიერათაც ნიშნავს არაცნობიერის განდევნა არაცნობის ან არასრულყოფილ ან დაკომპლექსებულ არაცნობიერს და ეს ბავშვები რომელსაც ბევრი სოციალური პრობლემები ჰქონდათ სწორედ იქ ირჩევდნენ თავშეყრის ადგილს და ესეც მოქმედებდა მათ ფსიქიკაზე და არაჯანსაღი თაობა იზრდებოდა და ეს ბავშვები ბევრი ალბათ არიან დაკარგულიც მე გულისხმობ არ შემდგარი ადამიანები და პრობლემური ადამიანები არიან. და ესე მოქმედებს და მომავალში ჩვენ ბავშვებს გარბის ჩვენი თაობა საქართველოსდან ბევრი ახალგაზრდა გარბის. არა მარტო იმიტომ რომ რა ვიცი რაღაც პოლიტიკურ სოციალურ სიტუაცია, ქალაქიც ძაბავს ძალიან. შეიძლება ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყოს და არა ერთადერთი და გადამწყვეტი, მაგრამ ბავშვები გარბიან. ის ვისაც აქვს შესაძლებლობა თბილისიდან გარბის და ხო ხედავთ საგურამო და მიმდებარე ტერიტორიები რად გადააქციეს. ისევ არის პატარ-პატარა სახლები, პატარ-პატარა მიწის ნაკვეთებზე და აღარ არის სივრცე. საგურამოშიც ახლა რო ხარ, თუ ყოფილხართ ბოლო პერიოდში, მეზობელი ძალიან ახლოს გყავს, სივრცე აღარ არის, მწვანე აღარ არის და ძალიან ცუდად ვითარდება ჩვენი ინფრასტრუქტურა. ქალაქის. ამ დროს აქცენტი უნდა იყოს გადატანილი სხვა ქალაქებზე და არა მარტო თბილისზე.
გესმით, ახლა ცალკე თემა არქიტექტურა და ფსიქიკური პაციენტების მომსახურება, მოხუცების და ბავშვების. აი არაცნობიერი სიმბოლურ დონეზე ცათამბჯენები, ამხელა ანძები ნიშნავს ბატონობას, ძალაუფლებას, ამბიციას და შენს კონტროლს. ამდენი ცათამბჯენი არ უნდა საქართველოს, არ ჭირდება, მე ესეთი განცდა მაქვს. ინფრასტრუქტურა რო შეიქმნება, ის გარემო, აი ჯიქია რაღაც პერიოდში, სადაც 4 სართულიანი სახლები იყო, დადებითად მოქმედებდა ადამიანის ფსიქიკაზე და შემდეგ მერე დაარღვიეს ეს ინფრასტრუქტურა თუ არ ვწდებით, უნდათ რომ გაეთვალისწინებინათ. მწვანეც საკმაოდ არის, დაშორებაც მისაღებია, ყველა სახლს აივანი აქვს, ხო? და მერე რაღაცა მოირღვა ეს აღარ არის, იქაც ვეღარ გაძლეს რომ შეენარჩუნებინათ ეს სისტემა. ბევრი რამ არის გასათვალისწინება. აი რა მინდოდა იცით, მე თქვა, ეხლა არის ესეთი რეკლამები, რომ მაღალსართულიან სახლებს აშენებენ, არ ვიცი 30 თუ 50-იან სართულიანი და გპირდებიან, რომ იქ ინფრასტრუქტურა აუცილებლად იქნება და ქვედა სართულზე იქნება შეხვედრის ადგილი და სპორტული დარბაზი და საცურაო. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ბუნებაში და მწვანეში გაიტანო. თუ გინდა ის ჩოგბურთის მაგი და იქ ითამაშოს. ბავშვის ეტლი აუცილებელია, ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ იდგეს არა ბეტონზე და არა იმაზე ხელოვნურ მასალაზე, არამედ ის უნდა იდგეს მიწაზე, რომ მიწის ენერგია ავიდეს, მზის ენერგია და მივიდეს ადამიანის ორგანიზმამდე, გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სახლი, მე ვფიქრობ, რომ სახლი უნდა იყოს იმ სიმაღლეზე, დედა რო გადმოხედავს, დაინახოს მისი შვილი როგორ თამაშობს. და მისი შვილი დაინახოს იქ და არა წერტილი. გესმით? ამ მაღალსართულიან სახლებში კიდე ხდება გაუცხოვება და ანონიმურობა. ეს ძალიან თრგუნავს ადამიანს. ისი ახვალ და ჩახვალ იმ რაღაც ცათამბჯენებში, რომ არ იცნობ შენ მეზობელს, არა გაქვს კომუნიკაცია და ანონიმურობის განცდა, ანონიმურია, არ იცნობ მეზობელს. ვინ როგორ ადის ამდენ ლიფტებში, საერთოდ არ ხვდები, სოციალური კონტაქტი არ არის, სოციალური თანაზიარობა არ არის, სითფო და სიყვარული არ არის. ამიტომ დიდ ქალაქებში, დედაქალაქებში დიდი ხანია აკრძალულია მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა. და ის ცათამბჯენები, დარჩა ცათამბჯენებად იქ სადაც არის ახლა. ხო დავინახეთ ამ პოლიტიკური ომების და უბედურების გამო. დიდი ქალაქებში, ევროპის დიდ ქალაქებში კარგა ხანია აკრძალულია 6-ზე მეტი სართულიანი სახლის მშენებლობა, განსაკუთრებით ცენტრში. იმიტომ რომ ადამიანს კიდევ ერთხელ გამიმეოროთ, რომ ჭირდება ბუნება, ჰაერი, ჩიტი, ჭიკჭიკი და ყველაფერი ბუნებრივი. სუნის შეგრძნებაც. როცა წვიმა მოდის ხოლმე და ახლოს ცხოვრობ მიწასთან. ერთი ლექსია ასეთი, მე მიწის სუნი ძალიან მიყვარს პრანჭია, ყოჩივარდები და ასე შემდეგ. და მე თვითონ მიგრძვნია წვიმის დროს, როგორ იყო ყოჩივარდის სუნი მიწაზე, ოღონდ არა ლარნაკში ჩადებული. ეს ძალიან დადებითი ემოციას იწვევს. რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა. სიცოცხლის ხანგრძლივობა სოფელში მეტი იყო თუ შესაბამისი ეკონომიური პირობები იყო, ვიდრე ქალაქში. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ასაკში შედის, მას ჭირდება ყვავილთან, მიწასთან, ხესთან ურთიერთობა. და სიცოცხლის ხანგრძლივობა მატულობს თუ გაქვს ურთიერთობა ბუნებასთან და მცენარეებთან. გესმით, ეს ძალიან ეს კვლევები არის დადებოდა. მე ჩემს სტუდენტებს ვთქვა, დიდი ხანია ვეუბნები, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიწიანი სახლი ქონდეთ და ყვავილი და ბუნებასთან ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ქონდეთ. თქვენ მე დამისახელეთ, რომელიმე მდიდარი ადამიანი, მილიონერი, მილიარდერი, რომელიც ცხოვრობს ცათამბჯენში. არ არსებობს ესეთი. ვერ ნახავთ, თუ პრაქტიკულად ვერ ნახავთ, ახლა თუ ძალიან ყველა მიიწევს, რომ რაღაცა ბუნებასთან კონდეს კავშირი. ის არა ქოთანში ჩადგმულ ყვავილთან. მიწის სუნი, მიწის სურნელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამიტომ რაღაცნაირად ასე უნდა მოვერგოთ ჩვენ ქვეყანაშიც და დადებითი ემოციები უნდა შეუქმნათ ჩვენს მოსახლეობას. მაგრამ აი ხა მკითხავთ, ახლა ქართველი ზოგადად არის აგრესიული. ავტობუსში, ტრანსპორტში არ ადის ისე და არ გამოდის მეორე, რომ რა ვიცი, ყოველი 10-დან მესამე, მეოთხე ერთმანეთი არ გალანძღოს და გათათხოს. ზოგადად აი ყველაფერზე ჭკუის სწავლება უყვართ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა მარტო ბუნება, გარემო და არქიტექტურული ნაგებობა ამას არ განაპირობებს, ბევრი რამ განაპირობებს, მაგრამ ხანდახან რომ გამოდიხარ და ნახავ შენობას, ნანგრევს, დანგრეულს, დაუშენებელს, რუხს, რაც იყო ჩვენთან და მე გადაღება წინა ხელისუფლებამ და კარგი იქნა პრინციპში გააფერა და სამყარო, მაგრამ ეს მარტო ესე ზერელად გაფერადებული არ გვინდა, ხო, შინაგანად გაფერადებაც გვინდა. ემოციები გექმნება დადებითი. აი ხა იგივე ვახსენე იმ გერმანიაში ვიყავით, იგივე ნაგვის მანქანები დადის, რაც ჩვენთან დადის. მაგრამ ჩვენთან რო ჩაგივლის 1 კილომეტრზე სუნია და იქ არ ქონდა სუნი, მაგრამ ნაგვის მანქანა იგივეა. გესმით, აი რაღაცნაირად ჩვენ თვითონ ქართველებიც ცუდად ვიქცევით, არ უვლით ჩვენ ქვეყანას. ყველა მეორე სიგარეტს ძირს აგდებს. ძალიან უხერხული სათქმელია, მაგრამ დანერწყვება ქუჩაში ვიცით. ერთ-ერთ თურქს უთქვია, რომ მეო ჩემ ქვეყანას როგორ ვაკვადრებ და იატაკზე როგორ გადავაფურთხებო და ამას ჩვენ ჩვეულებრივი ამბავია. ამას წინათ მოვდიოდი, ახალგაზრდა ბიჭი მოდის, სიგარეტი იყიდა, კოლოფს ხსნის და აგდებს ქუჩაში. მე მგონი რაღაც უნდა შევცვალოთ, რომ უნდა თითქოს ყველამ უნდა იმუშაოს დამხვედ დამლაგებლად მეეზოვეთ, რომ იცოდეს ეს რა შრომა არის და როგორ უდიერად ვექცევით ამ ჩვენ ქალაქს. არა მარტო ეს, ბევრი მინუსები გვაქვს. ამაზე კიდე ცალკე შეიძლება გადაცემის გაკეთება, მაგრამ ყველაფერი ერთად ამას განაპირობებს. აი ვამბობდი, რომ ტრანსპორტში შედიხარ, ვერ ხვდები, რატო ეჩხუბები ვიღაცას. შეიძლება სწორედ იმიტომაც, რომ რო გამოხვედი რაღაც საშინელი უსახური შენობა დაინახე, ბეტონის ცივი. აი მე ითვლება მაგალითად, რომ ბეტონი ცივია და ხე თბილია. ამიტომ რაც უფრო მეტი ხის, ასე ვთქვათ, ნაგებობა გაქვს, ნაგებობა როგორ ხის ნივთი გაქვს სახში, არატყვილა დადებული, არამედ როგორც საამშენებლო მასალა, ის დადებით ემოციას იწვევს. ბევრი რამე ითვლება მაგალითად იმ გაჭირვების წლებში, სადაც ბუხარი ჰქონდათ და ოჯახი იკრიბებოდა და ბუხრის წინ მოყოლილი ზღაპრები იყო. აი ეს ბევრ რამეს ათფობდა და ბევრ დადებით ემოციას იწვევდა. აბა კიდე ესე იგი, ქალბატონო ნინო, თქვენ აი დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმ სიმწვავისთვის, რომელიც შემოიტანეთ და რომელიც აშკარად შესაგრძნობი იყო და ჩვენ ქალაქზე ვსაუბრობდი და მე არ შემიძლია აქ არ ვახსენო ასევე საბჭოთა იდეოლოგია და საბჭოთა იდეოლოგიით შექმნილი შენობები. ეხლა ზუსტად შეიძლება პროცენტულად ვერ ვთქვა, მაგრამ რამდენადაც მე მსმენია და ვიცი, ანუ ამ საბჭოთა შენობების რიცხვი ჩვენ ქალაქში დაახლოებით 60%-ს უნდა აჭარბებდეს და ამასაც ცხადია თავისი ზეგავლენა ეს ფსიქიკური თვალსაზრისით გვინდა არ გვინდა აქვს. საცხოვრებელი შენობები. კი, იმ იდეოლოგიით შექმნილი შენობები. დიახ. კი, იმ პერიოდში შექმნილი შენობები, ასე ვთქვათ. ნუ რაღაცა შენობები ჩვენ ქონდა, მაგალითად, ჩაის მრეწველობის სამინისტრო იყო, სადაც ახლა აშენებენ სასტუმროს. ის დატოვეს, მოწონთ, უბრალოდ შიგნით ინფრასტრუქტურას აკეთებ. ხო, ცალსახად ესე ვერ გადაუსვამთ ხას. მაგალითად, მარქსის, ლენინიზმის შენობა რო იყო. არის ახლა იქაც დღეს, იქაც მგონი სასტუმროს გააკეთეს, ხო? ისიც კარგი შენობა არის, კლასიკური დასაწყისში ფუნდამენტური შენობები იყო. ჩვენ შეცდომა დაუშვით იქ მარქსის, ლენინის თუ რომელიღაცის ბარელიეფები იყო აღმოჩნდა, რომ იაკობ ნიკოლაძის იყო და ჩამოვანგრიეთ. იმ 90-იან წლებში. საერთოდ ველურებივით ვიქცევით, იცი, აი ველურებივით. ის ხო ჩვენი ისტორიაა. და თუ კარგია რატომ ანგრევ? თუ ის იაკობ ნიკოლაძის ნამუშევარია, იყოს იქ სადღაც ზევით ბარელიებზე, რატო დავანგრიეთ? გესმით, ეს ჩვენი ისტორიაა და ჩვენ ხო ისტორია არ უნდა წავშალოთ. ყველა ქალაქს აქვს თავისი ისტორია. ყველა ქალაქს აქვს თავისი კულტურალური განვითარების გზა.
და ეს არ შეიძლება რომ დაანგრიო, იმიტომ რომ მეხსიერებაში მაინც რჩება. და ჩვენი ველური ქცევაც რჩება მეხსიერებაში. სხვათა შორის ერთხელ ორ ქალბატონს უსმენდი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ოღონდ არაქართველები არიან და ვიღაცა მოთქვაო ეზოთერიანულად, ახლა შეგვიძლია ესეც შემოვიტანოთ, რომ რა მძიმე ქალაქია ეს საქართველო. თბილისი როგორი მძიმეაო. იმიტომ რომ ესეც ჩვენი უკულტურობის მაგალითებია და ძალიან კი მერიდება ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, მე-20 საუკუნეში და შეიძლება ეხაც გრძელდება, მე ყველაზე არ ვაბობ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ასე იყო, მაგრამ დიდი ნაწილი ადამიანებისა თვლიდნენ, რომ მამაკაცი არის ის, რომელიც საწყავს ბევრი ქალბატონი. ანუ ოჯახი ყავს და კიდე იქეთ გვერდზე კარგად იხედება. და აი ამ მხრივაც ძალიან მძიმე ქალაქი ვიყავით, არა მარტო შენობა ნაგებობების. ახლა რაც შეეხება ხრუშჩოვებს, ამბობენ რომ უნდა დაინგრეს. მე მსმენია რომ ეს დიდი ხანია უნდა დაინგრეს, მაგრამ უკეთესი უნდა გავაკეთოთ. უფრო კარგი ინფრასტრუქტურის ფერადი, ხმაური უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ უსაფრთხოება უნდა იყოს გათვალისწინებული, ყველა ინფრასტრუქტურა უნდა. მოკლედ ჩვენ უნდა ავაშენოთ ქალაქები კარგი ხარისხის. თვითონ ქალაქი კი არ არის თურმე პრობლემა და მეგაპოლისი შეიძლება იყოს დიდი ქალაქი, მაგრამ თავარია რა ხარისხს თავაზობ ადამიანს ამ ქალაქში. ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე ვთქვათ, ყურადღება მიქცეული. თორე დანარჩენი შეიძლება დაინგრეს, მაგრამ ის არ უნდა ააშენო, რაც ეხა გვაქვს ქალაქში. თქვენმე დამისახელეთ ქალაქს თბილისში ერთი ადგილი, სადაც 5-დან 10 მეტრში მეორე ასეთი სახლი არ არის აშენებული. აი რას დაამსგავსეს მაგალითად კანდელაკის მიმდებარე ტერიტორია. გააფუჭეს კანდელაკის ქუჩა, პარალელურად მოყვა შემდეგი პარალელური ქუჩების გაფუჭება. ვიწრო ქუჩაზე, სადაც არ ვიცი 7 თუ 6 მეტრია, ააშენეს მაღალსართულიანი სახლი. აი რატო ვაფუჭებთ და ვაუშნოვებთ ამ ჩვენ ქალაქს აბსოლუტურად გაუგებარია. ან რას დაამსგავსეს მაგალითად აკადემ ქალაქად წოდებული სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ტერიტორია. ან გაგარინის მოედანზე კერძო სახლები რომ იყო ლამაზად ჩამწკრივებული. ეხლა არის მაღალსართულიანი, შუაში სადღაც გაჩხერილი, შეიძლება 1-2 კერძო ბინა. და ასე შემდეგ, ანუ იცით რა არის, ერთიანი გეგმა არ არსებობს. უნდა რაღაცა დაიდოს ერთიანი გეგმა, რომელიც მე ყოველი მომდევნო ხელისუფლება იქნება თუ ქალაქის მმართველობა, იმ რაღაც გეგმას განავითარებს. ერთიანი გეგმა, ძალიან ჭკვიანი არქიტექტორები გვყავს, ადრეც გვყავდა და ეხლაც გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თანხები არ არის, ხდება მოძიება. არ არის აუცილებელი ძვირიანის გაკეთება. ოღონდ უნდა იყოს უსაფრთხო და მტკიცე. აი ჩვენ ახლა თითქოს თანხმდებით იმაზე, რა არის უსახური, რა არის მახენჯე და რაღაც არსებული მდგომარეობა მაინც და მაინც არ მოგწონს, მაგრამ მოდი ეხლა დავიწყოთ საუბარი სილამაზესა და მშვენიერებასა. მე წინა გადაცემებშიც მიხსენებია, რომ სილამაზის კლასიკური გაგება ასეთია, რომ ის გარკვეულ ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა ემყარებოდეს. ეს არის პროპორციულობა, თქვენც ახსენეთ, არის ჰარმონიულობა, არის სიმეტრიულობა. და ეხლა ეს თავის მხრივ ეს პროპორციულობა, ჰარმონიულობა, სიმეტრიულობა ასე ჰაერიდან არაფრიდან არ მიიღწევა, არამედ ის მიიღწევა გარკვეული მათემატიკური პრინციპების გატარებით. ერთ-ერთი ყველაზე ასეთი მკაფიო და თვალსაჩინო პრინციპი არის ოქროს კვეთა. აი თქვენგან როგორც ფსიქიატრისგან, ექიმი ფსიქიატრისგან ასეთი რამე დამაინტერესებდა, ან ასეთ კითხვას დავსვამდი, რომ არის რაღაცა ფორმულები, რომელსაც ჩვენი ადამიანური ფსიქიკა ავტომატურად აღიქვამს როგორც ლამაზს, როგორც მშვენიერს, რომ მე რა შევთანხმდეთ და ეს გავატაროთ. იგივე შენობების დაგეგმარებისას, ან უფრო ფართოდ ქალაქის დაგეგმარებისას. და შემდგომ ამის შედეგად ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობაც იქნება გამოსწორებული. ისე როგორც იკოთება, როგორც ისტორია გვაჩვენეს და ეპოქა, ხანდა ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ადამიანი, რომელიც მერე სრულად გადატრიალებას მოახდენს იმ სამყაროში. ასეთი იყვნენ ის დიდი ინჟინრები, დიდი არქიტექტორები, გაუდი რო აიღო თუ გინდა და ასეთი მსგავსი ადამიანები, რომლებიც მერე ეპოქას ქმნიან და ყველა მას ბაძავს და ბარსელონაში მე მგონი მის მერე უშნო სახლი არ
დააშენებულა, იმიტომ რომ იმან რაღაც დაამკვიდრა. ეხლა მშვენიერებას ეხლა გაგება ძალიან ფარდობითი ცნება პრინციპში და ხანდახან ასიმეტრიულობაშიც არის მშვენიერება და თვითონ მე მგონი ის გაუდი ამბობდა რომ სწორი ხაზი არ არსებობს ბუნებაში და ყველა ტალღოვანიაო და ამ პრინციპს მიყვებოდა. გააჩნია ყველაფერი შეიძლება, მე ხა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. უბრალოდ ჩვენ მეცნიერულ დონეზე წეღანაც მოგახსენეთ არის რომ სილამაზეს უფრო კარგად აღვიქვამს ჩვენი ტვინი ვიდრე ქაოსს, ვიდრე არეულობას, ვიდრე აი ეს ამ სილამაზეში ხა მშვენიერებაში შეიძლება ჩათვალო რომ მშვენიერება არ არის მარტო სილამაზე, მშვენიერება არის სიკეთეს, გულუხვობა, ემპათია, დაჩაგრულის დაცვა, კიდე ბევრი რამე ეს არის მშვენიერება. ჩვენ რომ მშვენიერებისკენ მივივდით, ახლა მე არ შემიძლია ვთქვა რომ რაღაცა არის ლამაზი, ვერ გეტყვით, აი ამას წინათ გამახსენდა ანჯელინა ჯონის ტუჩები, ვიღაცას მოწონდა და ვიღაცას არ მოწონდა. ვიღაცისთვის ეს ხელოვნური სილამაზე ეს არის რა ქვია, სიმახინჯე და პირიქით სტანდარტი არა აქ ამ სილამაზეს. ახლა ოდრი ჰებერნი გადასარევია, მაგრამ ყველა ვერ იქნება ოდრი ჰებერნი და თავარია ლამაზად იცხოვრო. მე პირადად დაკვირვებული ვარ, არ ვიცი, თუ ადამიანი კარგად და ლამაზად ცხოვრობს, შეიძლება არ იყოს სტანდარტული სილამაზის და მე ლამაზდება ჩემ თვალში ყოველ შემთხვევაში. თავარია თვითონ რა ფლუიდებს და რა ენერგიას აფრქვევს, ხო? და ეხლა არ ვიცი, ეხლა ოქროს კვეთით არის თურმე აშენებული მცხეთის ჯვარი. არ ვიცი კიდე საქართველოში რა არის აშენებული, ამას მე ვერ ვიტყვი, ეს არქიტექტორება უნდა თქვა და მე მივესალმები მაგალითად, რომ სვეტიცხოვლის გვერდზე მიმდებარე ტერიტორიაზე ისე არის გაკეთებული, რომ იქ არ არის რაღაცა ჩამდგარი უშნო და მახინჯის შენობა და ის ინფრასტრუქტურა თუ ის გარემოება შენარჩუნებულია. ასევე არის ალბათ გასაკეთებელი აპირებდნენ, მაგრამ მგონი არ გამოვიდა მთაწმინდის ირგვლივ ტერიტორია, ხო? რაღაცა მგონი დაამახინჯეს და ის აღარ არის რაც უნდა ყოფილიყო, როგორც არის. ამას ეს უნდა ალბათ მოაზროვნეების ჯგუფმა უნდა გააკეთონ და ჩვენც თუ საჭირო იქნება მივეხმარებით. ხა ესეთი ფორმულა არ გვაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ტვინი კვლევებით დგინდება, რომ აღიქვამს უფრო მეტად სილამაზეს, ვიდრე სიმახინჯეს, პროპორციულობას და სიმეტრიას ვიდრე არა პროპორციულობას, სიმშვიდეს ვიდრე ქაოსს და ყველაფერს რო თავით დავანებოთ, ეს აი ძალიან სერიოზული კვლევები ამაზე დადბურხა, ავტორები არ მახსოვს, ან მკითხოთ, ყვავილები როგორ იქცევიან მანქანა რო დაამუხრუჭეს, ან მეტალის მუსიკა ესმით. რახარუხი და ბრახუნი რო ესმით, ყვავილი გაშლილი იკუჭება და ასე ვთქვათ, მალავს თავს. ასე რომ ეს ცნობილი ამბავია. იყოს ოქროს კვეთა მე თანახმავარ, იყოს სიმეტრია, იყოს, იმიტომ რომ ეს ევოლუციურად ადამიანის სწრაფვა არის. გესმით? ეხლა ის ფილოსოფიურ, ლიტერატურულ, არქიტექტურული მიმდინარეობებიც ნახეთ ცვლიან ერთმანეთს, ხო? ხან არის ის რომ შენობას აფეტიშებენ, მერე ღმერთს აფეტიშებენ, თუ ზეცისკენ, მერე მიწისკენ, ერთმანეთს აბალანსირებს. ხო და ჩვენ ალბათ ეხა მოგვბეზდა მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი და რაღაც ახლისკენ გვიდა, მაგრამ მეტამოდერნმა ხო დააბრუნა რომანტიზმი დღევანდელმა, სიყვარული, ურთიერთობა, ჰარმონია და სიმეტრია დააბრუნა და კარგია რომ არქიტექტორებიც და ჩვენი მესვეურები ვინც არის, არ ვიცი, ხელოვნების მუშაკი იქნება თუ პედაგოგი თუ ექიმი, აი ამისკენ დააბრუნებს საზოგადოებას. ყველამ ერთად ალბათ და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ფილოსოფოსების როლი უნდა იყოს განსაკუთრებით დიდი ყველგან და ყველაფერში. იმიტომ რომ ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ იქ სადაც ალგორითმი არ მუშაობს, სადაც ფორმულა არ მუშაობს, იქ უნდა ფილოსოფოსმა, მხატვარმა, შემოქმედმა, არქიტექტორმა, არქიტექტორი თვითონ სიტყვა ძველი ბერძნულია და ნიშნავს მთავარი შემომქმედი. გესმით? და ამიტომ იმათმა უნდა დადონ ეს იდეები, იმათმა უნდა შემოგთავაზონ და ალბათ ჩვენც მივიღებთ. ალბათ არა, ჩვენ მივიღებთ, იცით რა, აი მოსახლეობა არის გაღიზიანებული, გაბრაზებული, დეპრესიული, შფოთვით შეპყრობილი, დერეალიზირებული, იმიტომ რომ ეს ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც გვაქვს.
მათ შორის ეს არქიტექტურული სიმახინჯეებიც. და ვიღაცამ უნდა აიღოს თავზე, გაუდი უნდა გაგვიჩნდეს, ან ჯგუფი. რას გადავეკიდე ამ გაუდის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუ გინდა გავიხსენოთ ის ბილბაოში აშენებული ერთი მუზეუმი. აი შეიძლება მთლიანი ქალაქის იერსახოს შეცვალოს ერთმა შენობა ნაგებობამ. გუგენჰეიმის, ხო? გუგენჰეიმის მუზეუმი ბილბაოში, რომელმაც მგონი 10 ჯერ გაზარდა ტურისტების რაოდენობა. ერთმა შენობამ, ხო წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ მე მივესალმები თუ ვინმე გამოჩნდება ჩვენთან და ყოველნაირად ხაზ დაუჭერ მე პირადადაც და ალბათ მთელი საზოგადოებაც. იმიტომ რაღაცა უნდა დამთავრდეს და რაღაც უნდა დაიწყოს და თუ ასეთი მერცხალი შემოფრინდა ჩვენ ქალაქში, ეს აუცილებლად მისასალმებელია. და აქვე ვიტყვი, არისტოტელე ამბობდა თავის რიტორიკაში, რომ ყოველი სიტყვაო, ნათქვამი სიტყვაო, სამ მნიშვნელოვან პუნქტს უნდა აკმაყოფილებდესო. ეს არის სამართლიანი უნდა იყოსო, სასარგებლო უნდა იყოსო და მშვენიერიო. აი მისი მშვენიერი მარტო ლამაზი არ იყო მოგეხსენებათ და თქვენ ჩემზე კარგად იცით რა იდეა ჩადო. აქ არის სიკეთე, სიმშვენიერე, სათნოება, გულუხვობა, სიკეთე, კეთილშობილება და ასე შემდეგ, ხო, მშვენიერებად. აი თუ ჩვენი დღევანდელი საუბარი საზოგადოებისთვის, ვინც ჩვენ გვისმენ და ამ სამ პუნქტს აკმაყოფილებს და საერთოდ ალბათ ასე უნდა ვიფიქროთ, ასე უნდა ყველა სფეროში, ასე უნდა ვიღვაწოთ, რომ ყველა ნამოქმედარი, ყველა ნათქვამი, ყველა აგებული შენობა იქნება სასარგებლო ჩვენი საზოგადოებისთვის და მშვენიერი, მაშინ ალბათ ბევრს მივაღწევთ. ისე კი ხო ასოციაციურად ასეთი რამისკენ წავედი ჩვენ წინ არის მაგიდა ამ მაგიდაზე დევს აი სამი ვარდი ყვავილები და ეს ყვავილები თქვენ გვაჩუქეთ და მოგვართვით ეს სილამაზე შემოიტანეთ ჩვენი განწყობის ასამაღლებლად ამგვარად მე ასეთი ფიქრი გამიჩნდებოდა რომ თქვენს მშვენიერების თუ სილამაზის მესვეული ბრძანდებით და და აი თქვენ ახსენეთ ქალბატონო ნინო აი ყვავილებზე როგორ ზეგავლენას ახდენენ რაღაცა სხვადასხვა ხმები და ყვავილებიდან მე ადამიანებზე მოვიდოდი და ხო შეიძლება რომ შესაბამის მომსახურმა გარემო მომსახურმა შენობებმა მე ასევე შემზღუდოს ჩამკეტოს ეს გამოიხატებოდეს ნუ ინტელექტუალურად სულიერად ემოციურად და ასე შემდეგ სულ მაგი ვისაუბრე პრინციპში შეიძლება ვერ გამოვხატე კარგად ჩემი სათქმელი მაგრამ ზუსტად ეს არის აი რომ გამოდიხარ დილით გამოდიხარ და უშნო ნაგებობას ხედავ და დავარქვათ ყველას თავისი სახელი უკვე განწყობა გიფუჭდება არასწორად დადგმულ აი ეხა გეტყვით არ შემიძლია მე ძალიან ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა სასურსათო მაღაზიის წინ ძაღლის სახლები დადგმული და იქ ძაღლი როცა ბინადრობს უდევს იქ ლეიბი საბანი ჩემთვის სიბინძურია და გვინდა ცხოველის მოვლა რასაკვირველია და არავინ არ არის ესეთი როგორ ვთქვა ზუსტად ესეთი უხეში და სადისტი რომ რამე დაუშავოს მას მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს გესმით ყველაფერს აქვს თავისი ადგილი რომ გამოდიხარ და ცუდ შენობა ნაგებობას ხედავს და ის შენობა იქ არ არის ჩადგმული სადაც უნდა იდგეს ის შენობა და არ არის ფერადი არ არის ყვავილი იმ ქალაქში სადაც საიდანაც ახლა 2 კვირის წინ მე ჩამოვედი და არაჩვეულებრივ ასე ვთქვათ ახალ პროექტს გავეცანით იასამნების ხე იდგა და ისე გამიკვირდა რომ იასამნის ხე არსებობს ჩვენთან თქოს ვფიქრობდი რომ დაბდღუნი დანგრეული იქნება ის ხე არ გააჩერებენ და ქალაქი არის აბსოლუტურად მწვანე და როგორი მწვანე იცით ტვერი და ნაგავი არ არის ფოთოლი მწვანეა გესმით და საქართველოში მარტის თვეში ყვავილი რო გაიშლება და ფოთოლი რო გაიშლება აპრილში უკვე ტვერი ადევს მას გესმით აი ასეთ უბედურებაში ვცხოვრობთ ჩვენ ეს მოქმედებს ფილტვებზე მოქმედებს ტვინზე მოქმედებს ფსიქიკაზე მოქმედებს ჩვენ განწყობაზე
სულ პრინციპში ამ საკითხზე ვსაუბრობდი, რომ ხმაური სინათლე, სიმჭიდროვე, მაღალი სახლი, დაბინძურებული ჰაერი, გამონაბოლქვი, ტყუის შემცველი პროდუქტები, არაჯანსაღი საკვები, ეს ყველაფერი, არა სწორად აშენებული და არა მშვენიერი შენობა, მოდი ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ზიმელი, ხო, ერთი სწორად თქვია ფილოსოფიის გვარი. ზიმელი. აი ეს ამბობდა თურმე, რომ როდესაც დიდ ქალაქში და მეგაპოლისში ცხოვრობ, რაღაცეები უნდა საუყროა, ხა ფრაზას არ ამბობდა, მაგრამ ანუ არ უნდა მიაქციო ყურადღება და მეტნაკლებად გაუცხოვებული უნდა გახდე, თორე ეს ხმაური ჩაგითრევს და ვერ იარსებობ, იმიტომ რომ ახლა კიდე ერთ ციტატასაც მოგიყვანთ ერთი ამ ფრაზის შემდეგ და ზიმელი ამბობდა, რომ უნდა გახდე ცოტა გაუცხოვებული, რომ ქალაქში იცხოვრო. მაგრამ თუ ზედმეტად გახდი გაუცხოვებული, დეპრესია, მინიმუმი, შფოთვა და პარანოიალური გუნება, გაუცხოვება და პარანოიდი უკვე ხელში გიკავია. ასე რომ აი აქაც ყველაფერს ბალანსის დაჭერა უნდა და ერთი რა გამახსენდა იცით ამას წინათ ერთ-ერთ ფილოსოფოს უსმენდი ბატონ ზაზა შათირიშვილს და მათ თქვა ასეთი რამე თქვა და მე ეს თომას ელიოტის სიტყვებია მგონი მანაც ახსენა რომ დამთავრდა სიბრძნის ეპოქა რომელიც გადავიდა ცოდნაში ცოდნის ეპოქა გადავიდა ინფორმაციაში და ცოდნის სიბრძნის ეპოქაში იყო დუმილი ცოდნის ეპოქაში სიტყვობდა და ინფორმაციის ეპოქაში არის კეკლუცობა, კონკურენცია, თვითგამოხატვა, გესმით, დაპოსტვა, დალაიქება, სიჩქარე, აი ესეც კი ეს ინფორმაციული ეპოქაც მოქმედებს ადამიანის ფსიქიკას. არა ჯანმრთელად და არა დადებითად. და აი ამასაც უნდა ყურადღების მიქცევა. ახალ თაობას ალბათ უნდა ურჩიოთ, რომ დიდად ნუ ჩაერთვება ამ Facebook-ებში და სოციალურ ქსელში. რატომ? იმიტომ რომ ქართველებს როგორც ყოველთვის კიდე ახალი უბედურება გვჭირს. ცოდნის ეპოქაში მეფობდა სიტყვა, ხო? სიტყვა კაზმული მწერლობა. და დღეს ჩვენ რას უყურებთ? ცოდნის გარეშე სიტყვაობენ. ამიტომ არის ქართველი დაწერილი და ისეთ სიტყვიერად ვერ გაივლი ქუჩაში დედის გინება რო არ გაიგონო ერთმანეთს რა ტერმინებით მიმართავენ და ამ სოციალურ ქსელში ხო საშინელება ხდება სიტყვა აკლდებათ იმიტომ რომ სიტყვას უკან ცოდვა არ აქვს და ცოდნა არ აქვს და არის საშინელი სიტყვების კორიანტელი აზრს მოკლებული და ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მაგარია. აი ხა ერთი რამით დავინტერესდებოდი რა. აი იმაზე თითქოს ვთანხმდებით, რომ ჩვენ გვინდა სილამაზე და ამაში თავის მხრივ მოვიაზრებთ ამ პროპორციულობას, ჰარმონიულობას, სიმეტრიულობას, წონასწორობას, წესრიგს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რამდენად უკავშირდება სიძვირეს. ანუ ხალხს ხშირად გონია, რომ თუ მე მინდა ჩემი გარემო იყოს მშვენიერი, თუ მე მინდა რომ ცხოვრობდე მშვენიერ ნაგებობაში, მაინც და მაინც ძალიან დიდი თანხები უნდა გავიღო ამისთვის. საქართველოში რატომღაც სული ძახიან ფული არ არის, ფული არ არის, ფული არ არის და არ არის საჭირო ამდენი ფული. ჯერ ესეთი ალბათ ფული არის და არასწორად არის განაწილებული, დარწმუნებული ვარ ამაში. და მეორეც ერთი ნახეთ, მას მერე რაც დამთავრდა როკოკოს და ბაროკოს ეპოქა, სადაც იყო ოქრო ძალიან ბევრი, მოჩუქურთმება ძალიან ბევრი და მოცულობა ძალიან ბევრი და სიძვირე ძალიან ბევრი. მას მერე მინიმალისტურ ასე ვთქვათ დაყენებებზე თუ აქცენტებზე არის გადასული სამყარო. არ არის აუცილებელი ჩუქურთმა ოქრო ჩადო შიგნით და ეს სიმდიდრე და განსაკუთრებით ძვირიანი მასალებით აშენო ეს ნაგებობა. მთავარია იყოს მტკიცე, მთავარია იყოს სასარგებლო, მთავარია იყოს ლამაზი და მშვენიერი. და მე საერთოდ მოუწოდებ ადამიანებს არ ჭირდებათ ანტიკვარები სახში. ხო, არ არის საჭირო ანტიკვარი. მთავარია სილამაზე, შეიძლება იყოს სილამაზე. ანტიკვარის გარეშე და ნუ ახლა ოქროს ელემენტი გააჩნია სასარგებლოა ოქრო ორგანიზმისთვის და ისე როგორც ქალს 1-2 უნდა კონდეს რაღაცა, მაგრამ არ არის ამდენი ფუფუნება საჭირო.
ბატონ გიზონიშვილი ძემ თქვა ერთხელ არ მიყვარს სიტყვა ფუფუნება, თვითონ სიტყვა ორჯერ იფურთხება სიტყვაშიო. ხო და არ გვინდა ეს ფუფუნება. გესმით? არ არის საჭირო ეს სიძვირე. სიძვირი არ ნიშნავს კარგს. თქვენ არ გინახიათ ობივატელი, უცებ გამდიდრებული ბურჟუა ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ასხია, მაგრამ იმდენად შეუსაბამოთ ასხია, რომ სასაცილოა და ყველაფერი გამოფენილია გზეთ. ან ნიშნულოვანი ნახატი უკიდია და ბატონ რეზო კორინთელი გამახსენდა და უნდა ვთქვა, ბატონ რეზო იცნობთ ალბათ ფსიქიატრია, არის ჩვეულებრივი ადამიანი, ის ლექციებს გვიტარებდა და გვყვებოდა, რომ ხატვის სახში შევიდა ადამიანიო და ხატვარი უხსნის, აი ეს ნახატი ამ განწყობაზე ვიყავი, რომ დავხატე, ის ნახატი მაშინ ასე იყო, ვიღაცა მოვიდა ინსპირაცია ამან მომცა და მე ობივატელის სახში შევიდა სტუმარი და ვთქვა მე ამ ნახატში ამდენი ფული გადავიხადე, ეს ნახატი ასე ვიყიდე და გესმით, არ არის იყიდე გაყიდე, არ არის ქეთო და კოტეში არ იყოს. ყველაფერი არ არის იყიდე გაყიდე, არ არის ძვირი არ არის, ძვირი არ უდრის, არ არის სინონიმი საუკეთესოს. არ არის საჭირო ძვირი. ანუ არ ვამბობ, რომ ძვირიანი მასალა ყველა კარგია. ისე მე ბოლოს სულაც გავაკეთებ და ეს არ შემიძლია თქვენთან არ გავაკეთო. პრინციპში ჩვენ საუბარში ამ მოტივებმა გაიჟღერა, მაგრამ მე რაღაცნაირად მინდა რომ დავაგვიყვინო. არქიტექტურა როგორც გარეგანი ფსიქიკა, ან მატერიალიზებული ფსიქიკა. თქვენ შეიძლება გაინტერესოთ აქ რომ მოვდიოდით, ცოტა არ იყოს ვემზადებოდი და ამ მომზადებისას წავაწყდი იუნგის ასეთ მოგონებას სიზმრის შესახებ, რომელიც მას თურმე უნახავს 1909 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებში სალექციო ტურში იმყოფებოდა თავის კოლეგა ზიგმუნდ ფროიდთან ერთად. და იუნგს ეს იზმრა ასეთი რომ ორსართულიანი შენობა და თითქოს იმყოფებოდა ამ შენობის სალონში. სალონში იყო შესაბამისი ავეჯი, იყო კედლებზე ნახატები და მე ამ სიზმარშივე ამ სალონში ამჩნევს ქვევით კიბეს, რომელიც ჩადის სარდაფისკენ და მან თითქოს სიზმარში ეს სარდაფში ჩავიდა. სარდაფის იატაკი და ასევე კედლები მას მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს სარდაფი მოწყობილი უნდა ყოფილიყო შუა საუკუნეების არქიტექტურული პრინციპებით. ამის მერე კიდევ ერთი კიბე დაინახა, ეს უკვე ქვის კიბე იყო და კიდევ უფრო ჩაღრმავდა ქვევით. იქ უკვე როგორც ჩანს გაბატონებული არის ანტიკური ბერძნული და რომაული პრინციპები. და აქვე აი ამ რაღაც ქვის თაღოვან სივრცეში დაინახავს ეს ყველაფერი სიზმარში ხდება, მოკლედ რაღაც რკინის სახელურს გახსნის, ამ სახელურს ჩამოწევს, ქვევით ღრმად მიდის რაღაცა კიბე და ჩაივლის ამ კიბეს და აღმოჩნდება გამოქვაბულის მსგავს სივრცეში. აქ იატაკზე ძირს დაყრელი არის. ფირფიტებია, რაღაცა მტვრით არის ყველაფერი მოფენილი და თავის ქალასაც კი წააწყდება. და მე იუნგს რო გაუღვიძია და ეს სიზმარი რო გაანალიზა, მან დაინახა ასეთი რამ, რომ ამ სიზმარში არქიტექტურული ნაგებობის სახით მან იხილა მთლიანად ადამიანური ფსიქიკა. ადამიანურ ფსიქიკაშიც იმ სალონს, სადაც თავიდან იუნგი იყო, შეესაბამება ჩვენი ცნობიერი. ცნობიერი ის რაც ხილულია, ხო და სადაც გამოფენილი გვაქვს ყველაფერი, რითიც თავი მოგვაქვს, ან რაც გვინდა რომ სხვებს დავანახოთ. მაგრამ ცნობიერის გარდა კიდევ სხვა ფენები არის. აი როგორც იმ არქიტექტურულ ნაგებობაში იყო ხო ქვევი და ქვევით შუა საუკუნეები ანტიკურობა და საბოლოო ჯამში არის ერთი უღრმესი ფენაო. და ეს უღრმესი ფენა არის რაღაცა კოლექტიური არაცნობიერი, შემდეგ იუნგი ამ სახელით მოიხსენიებს ამ ფენას და ფაქტობრივად ჩვენ ყველა ადამიანს დამოუკიდებლად ჩვენი გამოცდილებებისა თუ ასე შემდეგ მოცემულობებისა ერთი საერთო პირველყოფილი ფესვი და ძირი გვაქვს და აი ეგ არის ფსიქიკის უღრმესი ფენა და სხვათა შორის ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. იუნგს თავად შენობა დაპროექტებული ქონდა, 1-2 შენობა და ერთ-ერთი შენობა, რომელიც დაუპროექტებია შვეიცარიაში ერთ-ერთ ქალაქში, თვითონ ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად და პაციენტებსაც იქ იღებდა და ეგ ძალიან საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ აჩვენებს ამავდროულად იმას, რომ ეს არქიტექტურა არ არის მარტო ზედაპირი, ეს არის ერთგვარად ფსიქიკის განფენა და მეორე მხრივ იმასაც ნათლად მიანიშნებს, რომ შეიძლება შენობამ ან სახლმა, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, ამ ადამიანს ერთგვარად გზა გაუყოლოს კიდეც თავის პროფესიაში. აი როგორც იუნგის შემთხვევაში, ან რაღაცა ნიშნულები თუ მინიშნებები მისეს, არ ვიცი, ჩემთვის რა. შეიძლება. კი. ვანში ვინც ცხოვრობს მაგალითად ვანში, ალბათ უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ გახდეს არქეოლოგი, არა? რატომაც არა.
ეს არის და ზოგადად სწორედ ამას ამბობენ, რომ ქალაქი ეს არის კოლექტიური არაცნობიერის გარე გამოვლინება და ყველა ნაგებობა იმ ქალაქში, ანძა იქნება, ცათამბჯენი იქნება, ხიდი იქნება, სარდაფი იქნება, ნანგრევები იქნება, ამას ყველას აქვს თავისი სიმბოლო იმ კოლექტიური არაცნობიერების. ანუ შენობა ნაგებობა ეს არის კოლექტიური საზოგადოებრივი არაცნობიერის გარე გამოსახულება. და ამიტომ შენობებს აქვთ ყველას თავისი ისტორიები. შენობის ელემენტებსაც თავისი რაღაცა. კი, და მოყვება იმ საზრისები. კი, და ესე ლიტერატურაშიც არის ხოლმე, ლიტერატურაში ეს აღწერილი და მე სხვა დროს შეიძლება სპეციალური გადაცემის გაკეთება ეს უკვე თქვენ გეხერხებათ კარგად. თვითონ ლიტერატურა და ლიტერატურული ნაწარმოების გმირი როგორ ემსგავსება თავის ქალაქს. ეს სულ ერთი რო ავიღოთ დანაშაული და სასჯელში ეს რასკოლნიკოვი გავს იმ ქალაქს რომელიც იძლევა დისოციაციას ადამიანისას და მიყავს ფსიქოზამდე. გესმით, აი ესეთი ბევრი ნაწარმოები შეიძლება დავასახელოთ იქ ულისედან კაფკას ნაწარმოებებიდან იმ უცხოში. აი თუ გინდა ის სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში, ხო? იქაც რა ქალაქი, იქ ბურდულია და ბურდულია, მეგაპოლისია, რაღაცა ხმაურია, ჭუჭყია და თვითონ გმირიც მას გავს. აი ამით დავასრულო ფინალისკენ წავიდეთ, მაგრამ მანამდე ერთი ბლიც კითხვა უნდა დაგისვათ, რომელზეც მოვეთხოვთ ძალიან სწრაფ პასუხს. როგორი შენობები უნდა ავაშენოთ, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ? მე ვფიქრობ, რომ უნდა ავაშენოთ 4-5 სართულიანი შენობები. ბევრი მწვანე, ადამიანურ მასშტაბზე გათვლილი. ბევრი მწვანე, დიდი ფართობი მიწის, მიწაზე უნდა იყოს ჩოგბურთის მოედანის და არაშიკ შენობაში შეყვანილი. არ მიყვარს მართალი გითხრათ ეს ფიტნეს კლუბები, იმიტომ რომ მტვერია იქ მტვერი და ის ადამიანები ამ მტვერს უდგნენ, რაც შეიძლება ბუნებაში, რაც შეიძლება დაცული შეძლებს დაგვარად ლამაზი კი არა ლამაზი, მაგრამ ეხლა მე არ ვამბობ რომ ძვირიანი მასალით გაკეთებული, მაგრამ ხის მასალაც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული, იმიტომ რომ ეს არის სითბოს და სიყვარულის მანიშნებელი, ფერადი, მაგრამ ფერებსაც აქვს თავისი ჰარმონია და ამაზე მთელი ფერების ფსიქოლოგია და ხალხებმა კარგად იციან და უნდა შეუხამოთ ეს პროფესიონალებს კითხოთ. მე მაგალითად ვისურვებდი, რადგან ეხლა მკითხეთ, ჩვენი დროშა რო იყოს ბორდოსფერი ძალიან და აი ეს საოცრებას ვამბობ შეიძლება, მაგრამ მეგონი ადვილად შეიძლება გადასვა თუ ეს ჩვენი ფერი, ქართული ფერი არის ბორდოსფერი, წითელი ღვინის ფერი და არა წითელი. აი ჩვენი დროშა მე მინდა რომ იყოს ბორდოსფერი. და იცით მინდა კიდე ერთი რამე გითხრათ, სტუმრები მყავდა 2003 წელს ოპერაში იყო ფოლკლორული საღამო და საქართველოს მაცხოვრებელი სხვა კუთხის ხალხიც გამოდიოდნენ სხვებიც და უცებ მეკითხებიან ეს ერთი არ ვიცი 5-6 ცეკვა ალბათ ქართული იყო და მე სხვა შემოვიდა და ეს უცხოელები მეკითხებიან ესენი ხო სხვები არიანო კი მეთქი და როგორ მიხვდითქო და სხვა ფერებიაო და ის ქართული ტანსაცმლის ფერი რომელიც სადაც ბორდოსფერი ჭარბობს არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფერი ჭარბობს მაგრამ ისეთი ჰარმონიული იყო და იქ სოლიკოვის სალაძოს ტანსაცმელი იყო ისეთი ჰარმონიული იყო რომ აი ამ უცხოელებმა პირველი ეს დაინახეს გესმით და აი მე ვედრფი ამ ჰარმონიას სიმეტრიას ყოველთვის ესე ვერ ვიტყვი მაგრამ გააჩნია ასიმეტრიულშიც არის სიმეტრია ოქროს კვეთაშიც ასია პროპორციებია დაცული თორე ყველაფერი სიმეტრიული კი არ არის ხო და ამიტომ იმ ასიმეტრიულ სიმეტრიასაც მივესალმები ანუ ესე ჩაწყობილი ყველაფერი შეიძლება არ იყოს მაგრამ ქალაქი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს რომ უნდა იყოს მტკიცე უნდა იყოს უსაფრთხო უნდა იყოს ხელმისაწვდომი უნდა იყოს კარგად მოვლილი კარგი ფერის თბილი მასალით ხმაური დაცული, სინათლე შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, არა მასიური, არა მასშტაბური, არა გიგანტური, არა დამძრგუნველი.
აბა კიდე რა გითხრათ მეტი? შეიძლება 1-2 კიდე გამორჩა. ისე ქალბატონო ნინო, მე მინდა გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა ამ საოცრად მდიდარი, მრავლისმცველი ენაწყლიანი საუბრისთვის მადლობა და თქვენი პირიქით, მწვავე მადლობა. აქცენტებისთვის, რომლებიც დარწმუნებული ვარ მე, რომ იქნება გადამდები ჩვენი მსმენელისა და ძალიან დიდი მაყურებლისთვის. მადლობა მოწვევისთვის. კიდე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ დრო არ არის, მაგრამ თემები მოგაწოდეთ და დანარჩენი თქვენ იცით საუკეთესო გადაცემებს აკეთებთ. ამოუწურავია ეს კი. კი ბატონო, მე ასეა იმედი მაქვს ფსიქიკა. კიდევ შევხვდებით. აი როგორც ფსიქიკა არის მრავალგანზომილებიანი, შენობა, ნაგებობა, არქიტექტურაც არის მრავალგანზომილებიანი. ამიტომ ფართო ასპარეზი თქვენთვის დაგვითმია და თქვენ უნდა მოახდინოთ ჩვენი ახალი თაობის ორგანიზებაც და მე მისი ორიენტირების შეცვლაც. უღრმესი მადლობა. მადლობა. კარგად ზამთრობთ. ნუ აი ხა კი დავლევ, გაგიგარჩა. მე ვემშვიდობები დღეს ჩვენს მაყურებელს. ჩვენი სტუმარი იყო ექიმი ფსიქიატრი ნინო ნანეიშვილი და შემდეგ შეხვედრამდე.